მოგესალმებით, დღეს გვექნება საუბარი ლაშა უჩავასთან, ენდოკრინოლოგთან, ასოცირებულ პროფესორთან, ჩემს მეგობართან. ძალიან მიხარია, რომ აქვს შესაძლებლობა ამ თემაზე ვისაუბრო და შენთან ეს რაღაცა 1 საათი გავატარო, საკმაოდ მნიშვნელოვან თემაზე ვაპირებთ საუბარს. ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა როგორ არის ერთმანეთთან დაკავშირებული, რა გავლენა აქვს ფიზიკურ ჯანმრთელობას, ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას, კვებას, ძილს, ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობასთან. ვეცდებით, რომ აი ამ ორი ფაქტორის თანხვედრაზე ვისაუბროთ და მოვისმენთ ლაშა შენგან რჩევებს დიდი სიამოვნებით, იმიტომ რომ შენ გარდა იმისა, რომ ასე ვთქვათ, შენი პროფესიით ამ ყველაფერს ხშირად ადემონსტრირებ, ასევე აი ამ ორი ფაქტორის ის ხარ რა ქვია, მატარებელი და შენ თვითონ მაქსიმალურად ცდილობ რომ ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც ასე ვთქვათ, გააჯანსაღო ადამიანები ჩვენს ქვეყანაში. ხო, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, მიხარია შენთან ერთად ამაზე საუბარი, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია ბევრ საკითხებზე, მათ შორის ვთქვათ, თუნდაც ჩვენ მეგობრების ვთქვათ რაღაცა გარკვეულ პრობლემებზე, ფიზიკურ და მენტალურზე ერთად და ასე შემდეგ და ვფიქრობ ძალიან საინტერესო არის, იმიტომ რომ რეალურად აბსოლუტურად მართალი არის ხარ ამ შემთხვევაში, რომ ცალ-ცალკე ამ ორი ვთქვათ ასპექტის განხილვა ადამიანში არ შეიძლება, იმიტომ რომ არ არსებობს ორგანიზმი და ორგანოთა სისტემები ცალკე დამოუკიდებლად ფსიქოემოციური სტატუსის და მენტალობის გარეშე და მენტალობაც ვერ იქნება ცალკე როგორც ესეთი პერსონა თუ არ იქნება ორგანოთა სისტემები, იმიტომ რომ ორივე ერთმანეთში არის შერწყმული და ორივე ძალიან მნიშვნელოვანი არის ერთმანეთის განვითარებისთვის და რაც ძალიან მნიშვნელოვანია რა. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენ არ ვსაუბრობთ რა თქმა უნდა ნაკლოვანებებზე, ხო? აქ ფიზიკურ ნაკლოვანებებზე, ჩვენ ვსაუბრობთ ორგანიზმში, ანუ შიგნით მიმდინარე პროცესებზე და მენტალობაზე, ხო? ეს და აი ვიზუალური მხარე კიდე, ხო? ეს აბსოლუტურად სხვა კიდე, ასე ვთქვათ, ხო? თემა არის, იმიტომ რომ იქ უფრო სუბიექტური არის ადამიანები, ხო? მეთანხმები ალბათ და ყველას თავისი სილამაზის აღქმა აქვს. შესაბამისად იმას, რასაც ვთქვათ, მე აღვიქვამ ლამაზად, შესაძლებელია სხვა ადამიანისთვის ის საერთოდ არ იყოს ლამაზი, მაგრამ ის რომ ვთქვათ ჩვენ ვიცით რომ ფილტვებში ხდება მიღებული ჟანგბადის ესე ვთქვათ დეპონირება და შემდგომში მისი გავრცელება მთელ ორგანიზმში, ხო, ეს ფაქტია. ხო, და ამას ვერსად ვერ კონსტანტირებული ფაქტია. ხო, ვერსად ვერ გავექცევთ, იმიტომ რომ ეს ვიცით რომ ესია და ამისთვისაც რომ ადამიანმა ისუნთქოს მენტალური ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანი არის. იმიტომ რომ არსებობს გარკვეული აშლილობები, მაგალითად, სადაც იმდენად დათრგუნული არის ხოლმე ცენტრალური ნერვული სისტემა, რომ ადამიანებს სუნთქვა ავიწყდებათ. ხო? ესეც ერთი ის არის. და არსებობს მეორე კიდე მეტაბოლური დარღვევები, ანუ ამ შემთხვევაში მაინც დაავადებას ვეხებით და არა ფიზიოლოგიურ, ესე ვთქვათ, ნორმას, ხო, მაგალითად სიმსუქნე და განსაკუთრებით, სიმსუქნის რამოდენიმე ხარისხი არსებობს, ხო? იქ პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე ხარისხი, ანუ მორბიდული სიმსუქნე, იმის მიხედვით თუ რა სიმაღლეა და რა წონა, მოკლედ მასის ინდექსი ესე ითვლება. თუ არის მეოთხე ხარისხის სიმსუქნე, მას ხშირად ახლავს კიდე არის ესეთი სინდრომი, პიკვიკის სინდრომი, მაგალითად, რა დროსაც ასევე ავიწყდებათ ხოლმე ადამიანებს სუნთქვა. შესაბამისად, ხო, ანუ ეს ორი ფაქტორიც ძალიან მნიშვნელოვანი არის ერთმანეთთან, რომ იმის გარეშე ეს ვერ იარსებებს და პირიქით. ანუ ძალიან უხეშად რომ ვთქვათ რეალურად, ხო? ჩვენი ორგანიზმი არის ემოციების რაღაცა საბადო და ხო, საბოლოო ჯამში შემდგომში მე ამის გადამამუშავებელი,
ხო, შიგნითვე, რასაც მე უკვე ჩვენ გამოვხატავთ, არის ესეც სხვადასხვანაირია, ხო, ახლა მე ფსიქოლოგიაში არ ჩავერთვები ამ შემთხვევაში, მაგრამ ჩვენ გვიწევს, იცი, აუცილებლად რაღაცების გავლა, მაგალითად როცა გავდიოდით ზოგადად სამედიცინო კურსს, ხო, იქ გავდივართ, რა თქმა უნდა, ხო, ფსიქიატრიასაც, ფსიქოთერაპიასაც და ნუ ადამიანების ტიპებს ვსწავლობთ და რატო? იმიტომ რომ აუცილებელი არის ექიმმა შეძლოს შემდგომში, როცა პრაქტიკოს ექიმად დაიწყებს მუშაობას, პაციენტების ამოცნობა თუ რა ტიპის პაციენტი არის, იმიტომ რომ ყველა პაციენტს სტანდარტულად ვერ დაელაპარაკები. იმიტომ რომ მე საბოლოო ჯამში დამყოლობა მკურნალობის თვალსაზრისით არ გექნება, იმიტომ რომ ნდობა სხვადასხვა ტიპთან, სხვადასხვა მეთოდით უნდა მოიპოვო. ამიტომ ნახე, აი აქაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენ რომ გამოვასწოროთ ადამიანში მისი ფიზიოლოგიური გადახრა, ანუ ავადმყოფობა ამ შემთხვევაში, ხო? ნებისმიერი შეიძლება იყოს დიაბეტი, ფარისებრის პრობლემები და ასე შემდეგ, ასე შემდეგ, ჩვენ უნდა ვისწავლოთ მისი მენტალობა, ანუ უნდა ვისწავლოთ მისი ფსიქოლოგია, მისი ტრიგერები, ხო, და რომ შემდგომში კი ამის მიხედვით მე ჩვენ მკურნალობის სქემა, იმიტომ რომ არიან ადამიანები მაგალითად, რომლებიც პირდაპირ მოდიან კაბინეტში, იციან რა ჭირთ და გეუბნებიან რომ ვიცი რომ ეს პრეპარატი მკურნალობს ამას, მაგრამ მე ამას არ დავვლებ. რაღაცა ლიმიტირებული რწმუნება აქვს ამ პრეპარატთან მიმართებით. ხო, ეს პრეპარატი არ უნდა. და აი იმასთან უნდა დაიწყო იმაზე მუშაობა. როგორ მიუდგეს სწორად, რომ გახსნა ეს ადამიანი. დავალებინოთ საბოლოო ჯამში პრეპარატი, რომელიც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის, ხო? ბევრი ფაქტორი არის. ანამოდიან ადამიანები, რომლებიც ჩამოგიწვიან ამის დალევა მინდა. იქ გადაფიქრება გიწევს იმის, რომ არა, ამდენი არ გჭირდება. მოდი ამაზე შევთანხმდეთ. ანუ ბევრი ფაქტორი არის და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ ორი კომპონენტის თანხვედრა, ხო? ძალიან საინტერესოდ აღნიშნა ყველა ფაქტორი, რა თქმა უნდა და მე დამჩა განცდა, რომ გისმენდი, რომ რეალურად ადამიანები ვართ კიდევაც ბიოფსიქოსოციალური არსებები, ხო, ეს ბიო არის ზუსტად ჩვენი სხეული, რაზეც შენ ისაუბრე და აი შენ რომ გისმედი გამიჩნდა განცდა, რომ რეალურად ადამიანები ვლინდებით იმ თუ ჩვენ როგორ ზრუნავთ ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე, საიდანაც იწყება ჩვენი ფიზიოლოგიური ჯანმრთელობა, ხო? სწორად გავიგე შენი სათქმელი. შესაბამისად, იმიტომ რომ ფსიქოლოგიური კუთხითაც რო შევხედოთ, ჩვენ რა შეგრძნებებსაც განვიცდით შიგნით, ბიოქიმიის ფაქტორი არის რა, იმ დონეზე გამოიყოფა ჩვენში ეს, ასე ვთქვათ, ჰორმონები. თუნდაც ბედნიერების ჰორმონები, თუნდაც ეს კორტიზოლი, სტრესის ჰორმონი, რაც როგორც შეიძლება სიკეთით მოქმედებდეს, ისე შეიძლება გვწამლავდეს, ხო? ეს მომენტი არის ცალსახად. აი, ძალიან სწორად აღნიშნე, რომ თუ ჩვენი გონება მართავს გარკვეულ ჩვენ აზრებს, ხო, რაღაცებს, ხო? აი, ჰორმონები მართავს ჩვენ რეაქციებს საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ მათ გარეშე ჩვენ რეალურად რეაქცია მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობთ, რომ ეს რეაქციები ტვინიდან მოდიან, კი, რა თქმა უნდა, ტვინიდან მოდის იმპულსები, მაგრამ ნეირომედიატორები აუცილებლად ჭირდება. ანუ ის ჰორმონები, რამაც ამის მზაობა უნდა გააკეთოს. ხო, აი მაგალითად კორტიზოლი ახსენე, ხო, აი კორტიზოლი და ადრენალინი მაგალითად, ხო, რა შვება. ანუ ერთი სტრესის ჰორმონი არის, მეორეც მოქმედებს ჩვენ ფსიქოემოციურ სტატუსზე, ადრენალინი ამ შემთხვევაში, მაგრამ გარდა იმისა, რომ ადრენალინი მოქმედებს ფსიქოემოციურ სტატუსზე, მოქმედებს გულსისხლთა სისტემაზეც, ხო? მოქმედებს ნერვკუნთოვან სისტემაზე. ნუ კორტიზოლი გარდა იმისა, რომ თქვათ, მოქმედებს ასევე ჩვენ ემოციურ სტატუსზე, მათ შორის ისიც მოქმედებს სიზარღვებზე და მათ შორის ის მოქმედებს კიდე ინსულინის საწინააღმდეგოდ, ანუ კონტრინსულინალური მოქმედება აქვს ჩვენ ორგანიზმში გამომუშავებულ ინსულინს
უშლის ხელს შეასრულოს თავის ფუნქცია, მაგრამ ნახეთ, ძალიან ბევრი ცუდი ჩამოვთვალეთ, მაგრამ აქვე ეს ორი ჰორმონი უზრუნველყოფს ჩვენ ადაპტაციას და შეგუებას გარემო ფაქტორებში განვითარებული სხვადასხვა სტრესული სიტუაციებისადმი, ხო? ანუ მათ გარეშე რეალურად, ანუ ეს მზაობა თუ არ მოხდა, ხო? რეზისტენტულობა თუ არ გვაქვს. ხო, ამ შემთხვევაში, ანუ ისე სწრაფად შეიძლება მოხდეს გულის კუნთის დაზიანება, ანუ გახეთქვა, რომ ჩვენ ამას ვერ მიხვდეთ. ან მაგალითად კორტიზოლი კიდე მოქმედებს ჩვენ ჰორიზონტალურიდან ვერტიკალურზე და პირიქით მოძრაობაზე. იმიტომ რომ სიზარღვების შევიწროებას აკეთებს, ხო? ანუ ჩვენ როცა ვართ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ამ შემთხვევაში სიზარღვები მოდუნებულია და თუ ეს მოდუნება დარჩა წამოდგომის დროს და ალბათ ძალიან ბევრს ხშირად ქონიათ მაშინ, როდესაც არის სიზარღვოვანი პრობლემები, პათოლოგიები, ჩვენ უბრალოდ ვერ ავდგებით და ვეცემით, იმიტომ რომ ჰომეოსტაზი არ იქნება უკვე შენარჩუნებული. ამიტომ ამასაც აკეთებს კორტიზოლი. ანუ მათ გარეშე რეალურად არანაირი ემოცია არ წარმოიქმნება და არ იქნება. სეროტონინი რომელიც ასევე ახსენე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის და სხვათა შორის აი დაახლოებით აი ჩემ პერიოდშიც ჯერ კიდე, ხო, როდესაც ლიტერატურაში ვსწავლობდით სეროტონინის გამომუშავებას, მის ეფექტებს ორგანიზმზე და ასე შემდეგ, მუდმივად ისწავლებოდა, რომ სეროტონინი გამომუშავდება თავის ტვინში, სეროტონინი გამომუშავდება თავის ტვინში. და სეროტონინი ეს ბედნიერების ჰორმონი, ხო? და ლოგიკურია ალბათ, რომ რადგან ბედნიერებასთან და ემოციებთან არის კავშირში, უნდა მოდიოდეს აქედან. იმიტომ რომ ჩვენ მგონია, რომ ყველაფერი აქედან მოდის, მაგრამ სინამდვილეში არ მოდის ყველაფერი აქედან, ხო? თურმე აღმოჩნდა, რომ ეს ჩვენი ბედნიერების ჰორმონი აგერ 90-95% გამომუშავდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, ნაწლავურ მიკროფლორაში, რომელსაც დღესდღეობით ძალიან ბევრი კვლევა მიმდინარეობს და ლიტერატურაში ჩნდება ესეთი ტერმინიც, რომ მეორე ტვინი. იმიტომ რომ ტვინსა და აი ამ ფლორას შორის ისეთი დამოკიდებულებები აღმოაჩინეს, ანუ აი ეს ნეიროსინაფსური დამოკიდებულებები და ნივთიერებების გაცვლა ერთმანეთთან, რომ ფაქტიურად წარმოუდგენელი არის ტვინში წარმოიქმნას რაიმე ტიპის ემოცია ნაწლავური მიკროფლორის გარეშე. ანუ ძალიან დაუჯერებელი არის, ხო, ალბათ, ნუ ეხლა ქართული ამას რო ვყვები ხოლმე, სულ ქართული გამოთქმა მახსენდება ხოლმე, ძირითადად იქ ვითომ კაცებზე არის, რომ აი კაცის ტვინი კუჭზე გადის. ხო, ესეც რაღაცა ის არის, რომ შაბლონური აზროვნება. ხო, მაგრამ აი ნახე, კაცი ამ შემთხვევაში ჩვენ როგორც ადამიანი შეიძლება, ხო, ანუ ხო, როგორ პიროვნება, ხო? და არა მამრობითი სქესის წარმომადგენელი ამ შემთხვევაში და მაშინ ანუ თურმე ადრეც ფიქრობდნენ იმას, რომ მართლა რაღაც კავშირში არის კუჭი და ტვინი ერთმანეთთან. ცალსახად, ხო, და ძალიან საინტერესოა. ძალიან საინტერესო არის ისიც მაგალითად, რომ ძალიან ბევრი დაავადება დღესდღეობით. რომელიც არის მათ შორის ესე ვთქვათ მენტალობასთან დაკავშირებული მიკროფლორის დარღვევის ფონზე მიმდინარეობს. და მაგალითად დღესდღეობით გასტროენტეროლოგები, სადაც არის ისეთი ვთქვათ გარკვეული პრობლემები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, ანუ ეს შეიძლება იყოს კუჭის მოქმედების თვალსაზრისით და ძალიან ყაბზობისკენ, ანუ შეგულობისკენ მიდრეკილება, ან პირიქით ფაღარათი, ან მათი მონაცვლეობა. ხო, ესეთ პაციენტებს ხშირად უშვებენ ნევროპათოლოგებთან, ხშირად უშვებენ ფსიქოთერაპევტებთან. იმიტომ რომ ნახეთ, გამომწვევი აქ შეიძლება და ჩამრთველი ტრიგერი არ იყოს პირველი მიკროფლორა. იყოს შეიძლება ჩვენი ფსიქოემოციური სტატუსი, რომელმაც ეს განაპირობა, მაგრამ შეიძლება იყოს პირიქით, ხო? შეიძლება პირველი წამოვიდა აი ეს დარღვევა, რამაც განაპირობა მენტალობის სტაბილურად იყო ეს პრობლემა და მე ამან უკვე დარღვევა გამოიწვია, ხო? იმიტომ რომ ეხლა მაშინ როდესაც არის თუნდაც მიკროფლორის დაზიანების გამო
თქვათ რაღაცა ხშირი კუჭის მოქმედება, ანუ ფაღარათი ამ შემთხვევაში, ხო? რის გამოც და არიან ესეთი პაციენტები, ხშირად მათ უწევთ სახლში ყოფნა მუდმივად. ანუ ისინი ვერ სოციალისტებიან, იმიტომ რომ აქვთ შიში. ხო, ეს ნახეთ ქმნის ეგრეთ წოდებული აგორაფობიაც შეიძლება იყოს გამოიწვეული ამ ყველაფრისგან. ამიტომ ეს ქმნის აგერ მენტალობის დარღვევას, ხო? და ეს მენტალობის დარღვევა ის თუ არ იქნა გამოსწორებული, ვერ გამოსწორდება, მაგრამ თუ მენტალობა არ გამოსწორდა, ესეც ცალკე მდგომად ვერ გამოსწორდება. ამიტომ მე უკვე ჭირდებათ გასტროენტეროლოგებს და ფსიქოთერაპევტებს ერთდროულად კოლაბორაციაში მუშაობა, რომ საბოლოო ჯამში მიიღონ ეფექტი. და სეროტონინზე როცა ვსაუბრობთ, მაგალითად ბედნიერების ჰორმონზე, ხო? ჩვენ ხო ჩამოვთვალეთ მაგალითად ადრენალინზე და კორტიზოლზე, ხო, რომელიც სტრეს ჰორმონებად არის წოდებული, თუმცა ისიც საჭიროა. დადებით საქმესაც აკეთებს, ხო? აი სეროტონინი ჩვენ ვეძახით ბედნიერების ჰორმონს, მაგრამ ერთ-ერთი გამომწვევი და დამოკიდებულების გამოჩენი ნივთიერება არის ანორექსია ნევროზას დროს, ხო? ანუ ანორექსია ნევროზა ეს არის უმძიმესი დაავადება მართლა, რომელიც ძალიან მაღალ პროცენტში ლეტალობით სრულდება, თუ დროულად არ იქნება მანიფესტირებული და ნამკურნალები. და იმისtom რომ ჩვენ ვუმკურნალოთ საბოლოო ჯამში ანორექსია ნევროზას, უნდა დავთრგუნოთ სეროტონინის დონე ორგანიზმში, ხო? ძალიან უცნაურია, ხო? ანუ ბედნიერება უნდა დავთრგუნოთ, მაგრამ საჭიროა. რატოა საჭირო? იმიტომ რომ, ნახეთ, ისინი რომ არ ჭამენ, ამით ნახულობენ ბედნიერებას. აკრძალვით. და შესაბამისად ეს ბედნიერება მათ უნდა გქონდეთ მოხსნილი იმისათვის რომ საბოლოო ჯამში, ხო, მათ დაიწყონ, ესე ვთქვათ, ჭამა, იმიტომ რომ ჭამის გარეშე ისინი ვერ იარსებებენ და საჭმლის შემცველი სხვა არაფერი არ არის თუ არ ვიყენებთ მე სომნოთერაპიებს, იმიტომ რომ პარენტერალური კვება, ანუ ზონდით კვება უნდა წავიდეს და ასე შემდეგ. მაგრამ ანუ კვების გარეშე უბრალოდ ვერ გასუქდებიან, იმიტომ რომ არ არსებობს სხვა საშუალება. და აქ ვადგებით ძალიან მნიშვნელოვან მეორე საკითხს. ამ შემთხვევაში სიმსუქნესთან ბრძოლა, როდესაც მოდიან იგივე მენტალობას, აი დეპრესიისკენ წავედი, ამიტომ ჭამა დავიწყე, იქ სტრესი მქონდა და შოკოლადი ჭამე და რაღაცა. ნახეთ? და აი ყველაფერს აბრალებენ გარდა საკუთარი თავისა. მაგრამ თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ანორექსიით დაავადებული ადამიანი მოკვდება იმიტომ, რომ ის არ ჭამს, ხო? და ჩვენ მასთან ვერ მივახცევთ წონის მატებას, ნახე, აქვე უკვე ლოგიკურად მივდივართ იმასთან, რომ ჩვენ თუ არ შევჭამთ, ვერაფრით ვერ გავსუქდებით და აქ არავინ და არაფერი დამნაშავე არ არის გარდა საკუთარი თავისა. ანუ ერთ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც შენ ხარ მთავარი ავტორი ამ პროცესის. კი, და ამიტომ სანამ ახლა ეს ფსიქოთერაპიაში ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის, ხო? და მე თანხმები, რომ აღიარება ხატია, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის, მთავარი აღიარება და თუ შენ აღიარება არ გააკეთე შენ თავთან, რომ ამაში მე ვყოფილ ვარ დამნაშავე და ის შენი დანაშაული სხვაში ეძებე, ვერასდროს პრობლემას ვერ მოაგვარებ. ამიტომაც როცა მოდიან ხოლმე მსგავსი, ხო, დაავადების მქონე, ანუ სიმსუქნით დაავადებული ადამიანები, როდესაც მოდიან, პირველი რასაც ვეკითხები ხოლმე არის რომ რას უკავშირებთ ამ კვების მატებას. თუ არ არიან მზად ისინი რომ საკუთარ თავთან აღიარონ და მაშინ ძალასაც ვერ გამონახავენ რომ ამ პროცესის მიმართ. ხო, ისინი უბრალოდ დამყოლები ვერაფრით ვერ იქნებიან მკურნალობაში. ამიტომ რომ თქვათ მე შუაგზაში გაჩერდნენ და мотивация ჩააქრონ ამით და
მერე არ თქვან ისიც რომ ბევრჯერ ვცადე და არ გამოვიდა, ხო? აბსოლუტურად მზაობა ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ მე აღიარება არ არის პროცესის 50 ასე ვთქვათ პროცენტი ჩემი აზრით. მე მათ ვეუბნები თუ არ აღიარებთ მაშინ ჩვენ მუშაობას ვერ გავაგრძელებთ და იქ სრულდება ჩვენი კონსტატაცია. როცა იქნებით მზად, მაშინ შევხვდებით ერთმანეთს. ამიტომ აი აქაც ნახე, იმიტომ რომ ფიზიოლოგია იყოს მოწესრიგებული, მათ აი ეს მენტალობა, ანუ ფსიქოემოციური სტატუსი უნდა ქონდეთ გაწონასწორებული. იმიტომ რომ მის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელი არის. კი, აბსოლუტურად გეთანხმები. ძალიან ესთია, მოკლედ, ფენომენალურია, რომ რეალურად ახლა შენ რასაც საუბრობ, ბალანსში თუ არ გაქვს შენი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა და თუ არ გაქვს ეს აყვანილი რაღაცა მართვის სადავეები არ გიჭირავს ხელში და ამას არ აკონტროლებ, ძალიან რთულია, რომ შეინარჩუნო ჯანმრთელობა, ფიზიკურიც და მენტალურიც და აი ხა რასაც შენ ამბობ, ძირითად შემთხვევაში ჩვენ კულტურაში ალბათ დამეთანხმებია ამაში, არის ხოლმე პრობლემა, რომ ადამიანებს სანამ ფიზიკურად რაღაც არ შეაწუხებთ და ანუ პრობლემები არ შეექმნებათ ფიზიკური კუთხით და ძირითადად ფიზიკური კუთხით რო ექმნებათ პრობლემები, მაშინ იწყებენ საკუთარ თავზე ზრუნვას. მანამდე მენტალურ ჯანმრთელობასაც არ უყურებენ ხოლმე, ხო? მეთანხმები მაგაში. მე ეხა ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე ძალიან ხშირია ეს ამბავი. შესაბამისად, აი ეს რაღაცა სწორება უკვე სამედიცინო კუთხის მხრიდან კი არა, პრინციპში პირველები ხართ თქვენ სამედიცინო წარმომადგენლები, ექიმები, რომლებიც ამას სალსახად აღიარებენ და მე ხა რაც შენი საუბრიდან მომესმინა და ამაში კიდევ ერთხელ დავწმუნდი არის, რომ გონების, ემოციების და ნაწლავების ბალანსი ადამიანში ქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. ძალიან, ჩემთვის თან იმდენად საინტერესო ის არის, რა ქვია, პროცესები მიმდინარეობს ამ დროს, ხო? კუჭნაწლავის ტრაქტში, აი საჭმლის მიღებიდან, აი როგორც კი ლუკმას ჩავიდებთ, იქედან მის ბოლომდე გადამუშავებაზე და ათვისებამდე იმდენი პროცესი მიმდინარეობს და ისეთი საინტერესო, რომ აი მართლა ძალიან შიგნით მოგინდება ყოფნა და ყოველთვის დანახვა ისეთი არის და ძალიან მნიშვნელოვანი არის, აი მართლა ძალიან მნიშვნელოვანი არის აი ამ მიკრობიოტის და ტვინის ურთიერთქმედება. კი, იმიტომ რომ აი მაგალითად ჩვენ კი ვახსენეთ, რომ ვთქვათ, სეროტონინი გამომუშავდება ამ დროს, მაგრამ აი თუ მაგალითად კუჭნაწლავის ტრაქტში არ მოხდა აგრეთვე გარკვეული ნივთიერებების, მათ შორის ვიტამინების და მინერალების შეწოვა, ხო? რომელმაც საბოლოო ჯამში უნდა მიაღწიოს ტვინამდე, იმიტომ რომ ტვინმა იკვებოს, ხო? ეს რა არის ძირითადი სუბსტანცია, საკვები, გლუკოზა. B12, B9 ვიტამინი ნერვული იმპულსების გადაცემისთვის, რო ჩვენ აზროვნება, მეხსიერება და ასე შემდეგ კონდეს და ის ცილები, რომელიც აი ამ მედიატორის და ტრანსპორტირების იმას აკეთებენ, რა ქვია, ფუნქციას, ხო? ერთი უჯრედიდან მეორეში. ანუ ესენიც თუ ამ კუჭნაწლავიდან არ მიიღო, ისე ტვინი არაფერი არ არის. კი, აბსოლუტურად. ხო, კოლბაში ჩავდოთ და всё, მორჩა, თუ არ მივაწვდით არაფერს, ხო? აქაც ძალიან დიდი ის არის, რა ქვია, მოკლედ კოლაბორაცია, ხო? აი, მაგალითად, კიდევ აი პირიქით რო ავიღოთ, ხო, მენტალობასთან და ვთქვათ ფსიქიკასთან მიმართებაში ძილი, ხო, ძილი ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი არის მაგალითად. ანუ ძილი ერთგვარი ხო რეგენერაცია, ანუ რესტარტი არის ჩვენი, ხო, ორგანიზმისთვის, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვძინავს, ორგანიზმში უამრავი პროცესი მიმდინარეობს, მათ შორის ჰორმონების გამოყოფა, რომელთაც ცირკადულობა ახასიათებს, ანუ გარკვეულ დროს, გარკვეული რაოდენობით გამომუშავდებიან და თუ იმ პროცესს ჩვენ დავარღვევთ, ანუ ამ შემთხვევაში გულისხმობა ძილის პროცესი. ამ შემთხვევაში აი ეს ჰორმონების გამომუშავებაც ადეკვატური არ ხდება. და მეორე დღეს ვართ დაღლილები, გუნება განწყობა შეცვლილი, ხო, ემოციური ლავილობა გვაწუხებს, შეიძლება რაღაცაზე უცებ ვიტიროთ, ხო, და ასე შემდეგ, მოდიან ამ დროს შიმშილი შეგრძნება ხშირ შემთხვევაში, ხო? აი მაგალითად ძალიან საინტერესო არის. აქაც კუჭი და ტვინი ძალიან ერთმანეთთან კავშირში. მაგალითად, უძილობის დროს რეალურად ორგანიზმი გთხოვს
რაღაცას, ხო? ანუ აი სოს გირთავს რაღაცნაირად. გადარჩენის ინსტინქტი არის, რომ რაღაცა მოიკრიბო იმისთვის, რომ გადარჩე. რო ენერგია და სინამდვილეში გთხოვს, რომ დაიძინო, იმიტომ რომ ძილი გაკლია, მაგრამ შენ ამ ძილს აიგნორებ და ჭამ საჭმელს. ანუ შენ სადაც პოულობ სიამოვნებას იმას აკეთებ რეალურად. აქაც შენი არჩევანის ამბავია. აქაც შენი არჩევანი ახლა ხშირად ვეუბნები ხოლმე მაგალითად პაციენტებს, რომ აი ორგანიზმმა მომთხოვა, ხო? არის ხოლმე, ხო? მაგალითად განსაკუთრებით ტკბილზე, ხო? აი რო არ მეჭა, აი ტკბილი მომინდა, კი არა და ტკბილი მომთხოვა ორგანიზმმა და ნუ აი არაფრით არ შეიძლება კუჭმა უცებ გითხრას რომ ხაჭაპური მინდა. ვერ გეტყვის, ხო? ანუ წარმოუდგენელი არის. ესე ჩვენი პროექციაა, იმასთან დაკავშირებით, როგორ გინდა რომ გაამართლო შენი არაჯანსაღი მიდრეკილებები. ანუ თან ის არის რომ ის გეუბნება რომ შია მომაწოდე რაღაცა და ვერ გენერირება შენ უკეთებ ამას. ხო და ეგეც არის უკვე ფსიქოლოგიური ფაქტორი, ალბათ ამეთანხმები ამაშიც, იმიტომ რომ ჩვენივე აღქმებიდან რაღაცებს ვამართლებთ და მე ამ გამართლებებს ვუძებნით კიდევ ერთ გამართლებას, ესე რომ ვთქვათ და აი შენ ხარ რაზეც საუბრობდი სხვა შორის ძალიან მნიშვნელოვანი არის სხეული და სხეულთან კონტაქტი, ტვინთან კონტაქტი, კუჭთან კონტაქტი, ხო? მე ფსიქოლოგიური და კოუჩინგური კუთხით მივუდგები ამ საკითხში, რაც ჩემს გამოცდილებაში როგორი პაციენტები მყოლიან, იცი რომ რეალურად რო ვაკვირდები ადამიანებს, იმდენად არიან ჩაფლული ცხოვრებისეულ რაღაცა გამოწვევებში, სტანდარტებში, როგორები უნდა იყვნენ, რა უნდა აკეთონ, პასუხისმგებლობებში და ვალდებულებებში, რომ რეალურად საკუთარ სხეულთან აქვთ კონტაქტი დაკარგული. როგორც ფიზიკური თვალსაზრისით, ისე ემოციური თვალსაზრისით და თითქოს აი აცალკებებენ სხეულს, აი ამ ორგანოებს, ამ ფუნქციონირების თვალსაზრისით. ვერ სწავლობენ და აი თუნდაც ის კვების ფაქტორი, რაზეც ახლა შენ საუბრობ, ამას ალბათ შენ უფრო კარგად იტყვი, ამას ჭირდება რაღაცა უნდა განავითარო ეს პროცესი, რომ მოусმინო შენ სხეულს და შენს კუჭს, იმიტომ რომ აი მე მქონია პირადად ჩემს გამოცდილებაზე გაგიზიარებ, რომ აი სწორი კვებით ვცდილობ რომ ვიკვებო, იმიტომ რომ მე თვითონ კი იცი 18 კილო მაქვს ჯანსაღი კვებით შენი დახმარებით დაკლებული. თუმცა აი განსხვავებას რო ვაკეთებ, ხოლმე რატო ვიყავი ჭარბიწონის პრობლემის წინაშე, იმიტომ რომ არ უსმენდი საკუთარ სხეულს და ეხლა აი ამ 6 წელია უკვე ვცდილობ ჯანსაღად და კომბინირებულად ვიკვებო, ეხლა რაც შენ თქვი, ხო? როგორც კი რაღაც პერიოდი აურევ, განცდა მიჩნდება ხოლმე, თითქოს აი ორგანიზმში რაღაცა ნაკლოვანებას გრძნობ და მჭირდება ის ბოსტნეულიც, მჭირდება და ნაკლოვანების შეგრძნებაც არაჯანსაღია ძალიან. და როცა დავიწყე უკვე კუჭის და გონების კავშირის ძებნა, თუნდაც საკვები რაციონის რაღაცა დოზა, ხო? შეიძლება რაღაცა სუნაგობას უნდადეს რომ მეტი ჭამა, მაგრამ ტვინს როცა ამ პროცესში რთავ და წვრთნი ამ მიმართულები და გაცნობიერებულად ჭამ, ესე რომ ვთქვათ, ხო? მაგ შემთხვევაში ხვდები რომ დაასრულო უნდა და ესეც თითქოს პატარ-პატარა გამარჯვებებია ადამიანში, მაგრამ რეალურად ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქიკური თვალსაზრისით და ფიზიოლოგიურად. მან ძალიან მნიშვნელოვანი არის და ხშირად ვეუბნები ხოლმე პაციენტებს, რომ დროა უკვე ისწავლოთ მინდას და მჭირდებას გარჩევა, ხო? ანუ ეს ორი აბსოლუტურად განსხვავებული ცნება არის, ანუ ერთია მინდა, მეორე მჭირდება, ხო? ანუ მე შეიძლება ძალიან მინდოდეს სიტყვაზე, რა ვიცი, მოდი მე მეგრელებს არ ვაწყენებ, LRG და ხარჩობა მჭირდებოდეს იმ მომენტში კომბოსტო. ხო, იმიტომ რომ შეიცავს მაგალითად მაგნიუმს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი ნერვული იმპულსების არჩევანი. კი, გაცნობიერებული არჩევანი. და ჩვენ თუ ამას ვისწავლით, რომ მჭირდება სხვა არის და მინდა სხვა არის და ტვინში გვექნება. ნუ ტვინი რა არის ჯერ, ხო? აი ძალიან ხა რო არ გადავუხროთ, ნუ ვთქვათ, აი ყველასთვის ცნობილი ChatGPT, ხო? კი ბატონო. ხო? ანუ ხელოვნური ინტელექტი არის. რა დაკვეთასაც მიცე, იმას გიგდებს. იმას გვიგდებს, ხო? ანუ რა ინფორმაციასაც შევიყვანთ მასში, მე იმებს გილაგებს. რა და კითხვას როცა უსვავ, მე მოყავს ინფორმაცია ის პასუხს გაძლევს, ხო? და კითხვა რაც უფრო დაწმენდილი და რაფინირებულია და კარგად არის გაცნობიერებული, მით უფრო კაი ინფორმაცია ამოაქვს. ამიტომ მე თუ ტვინს მივაწვდი ყოველთვის იმაზე ინფორმაციას, რომ აი ნახე, ამაში მაგნიუმი შედის და მაგნიუმი მე მჭირდება, იმიტომ რომ კუნთოვანი ქსოვილი იყოს გამართული მუშაობს. ამაში კალიუმი შედის, ხო? ანუ ეს ტვინს უნდა, ანუ ამიტომ სწავლება ძალიან მნიშვნელოვანი არის.
აი ამ კვების ქცევის ზოგადად მშობლებისგანაც და მე ვფიქრობ რომ ბაღშიც და სკოლაშიც რომ აი ეს მუდმივად იყოს დალექილი რომ აი ეს მჭირდება არის და ის საჭიროება არ დაავიწყდეს რომ ტვინმა მუდმივად გაახსენოს მერე რომ ეს ჭირდება და ის რომ ჭირდება ტვინს ხო და ამან მიიღო ხო მივეცით უკვე ინფორმაცია რომ აი რომ ჭირდებოდა მე ეს მივიღე ხო იქ ხდება კიდე იმ ნეირომედიატორების ჩართვა რომელიც აი ამ კუჭნაწლავის ტრაქტზე დადებითად მოქმედებს გამომუშავდა ბედნიერების ჰორმონი და რაც არ უნდა წარმოუდგენელი იყოს ხო შეიძლება სტაფილოს მირთმევითაც კი ბედნიერები ვიყოთ და პირიქით არაჯანსაღ საკვებზე როცა ვლაპარაკობთ რა თქმა უნდა იქ არის წამიერი სიამოვნებები, რომელსაც სამწუხაროდ ბევრად უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევთ. ანუ ბევრად უფრო ვინახავთ აქ, ამას ვაწვდით ამ ინფორმაციას, მაგრამ მე იგნორს უკეთებთ იმას, რომ აი ამ საკვების მირთმევის შემდგომ რა მოხდა ჩვენ ცხოვრებაში. ეხლა იგნორს როგორ უკეთებთ, ნახე? რაღაცა ძალიან ცხიმიანი საკვები სიტყვაზე, ან ძალიან ტკბილი, ვთქვათ, ტორტი, ხო? იმ მომენტში ძალიან ბედნიერი ვარ. გავიდა რაღაც წუთები, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად ხდება ამის შეწოვა მარტივი ნახშირწყლების, ხო? ჩვენს ორგანიზმში გლუკოზა მოიმატა, ამაზე ჩაირთო ინსულინი გამოვიდა, ჩაირთო მთელი მექანიზმები, რომ ეს გლუკოზა სისხლში არ უნდა დარჩეს, ხო? აი ეს ტვინმა იცის უკვე, რომ დიაბეტი არ განვითარდეს, ეს უნდა სწრაფად გაიხარჯოს და მთელი ენერგია ჩვენი დღის სასიცოცხლო დაეთმო იმას, რომ ეს სწრაფად მიღებული გლუკოზა გადამუშავდეს და უცებ ჩვენ წდებით და ძილი გვინდა და აღარ ვართ პროდუქტიულები. გვეცვლება, არა ვართ პროდუქტიული, მაგრამ ნახე, იმას კი არ ვაბრალებთ, რომ ჩვენ ტორტი ვჭამეთ. დავიღალე აი ამ ცხოვრებამ დამღალა, აუ სამსახურში იმდენი ვიმუშავე და ამას ვაწვდით ამ ტვინს, ამ ინფორმაციას და მე ტვინი უკვე ვეღარ ხვდება იმას, რომ ნახე, ამაზე ცუდი ინფორმაცია შენ მიეცი. იმიტომ რომ ახსოვს, რომ ამაზე კარგი მიეცი და განმეორებითად როცა ცუდად ხარ, ხო? მე ტვინი გეუბნება, რომ აი ამ დროს ხო კარგად იყავი. და შენ გახსენდება რომ ხო ტორტი რო ვჭამე კარგად ვიყავი. კიდე შევჭამ ტორტს. დავედი საკონდიტროში ვიყიდე მეორე ტორტი. ხო, ანუ აი ნახე, უნდა მოусმინოთ ერთია, ხო, ჩვენს ორგანიზმს, რაზეც დავიწყეთ საუბარი. მინდა და მჭირდება, უნდა აუცილებლად გავარჩიოთ ერთმანეთისგან და ბევრი მჭირდება ინფორმაცია მივცეთ ჩვენ თავის ტვინს, იმიტომ რომ ჯანმრთელობა ჩვენ რაც არ უნდა გადავალაგოთ, ტვინისთვის არის პრიორიტეტი, ანუ თვით გადარჩენა. მაგ ინსტინქტით ვიბადებით. ეხლა ძალიან ხშირად გონიათ ხოლმე ადამიანებს, რომ ბავშვი რო იბადება და დედასთან ეძებს ძუძუს, ხო? მამასთანაც რო დააწვენ, მუცელზე მამასთანაც ეძებს ძუძუს. იმას კი არ ნიშნავს, რომ ძალიან უყვარხარ და გეფერება. ანუ საჭმელს ეძებს, იმიტომ რომ ახალ სამყაროში მოვიდა, მას საჭმელი ჭირდება არსებობისთვის. აი ეს გვავიწყდება კიდე, რომ ჭამა უნდა იყოს ჩვენი არსებობისთვის. და ბევრი მაგალითად პაციენტი მყოლია, რომ აი უკვე დაავადებული შაქრიანი დიაბეტით და ეუბნები რომ აი ეს არ შეიძლება, ეს არ მაშინ რა აზრი აქვს ჩემ ცხოვრებას. ხო, იქვე იწყება მე ჩამონათვალი, შვილები ყავთ, შვილები ყავთ. ფსიქოთერაპიას უტარებ პატარას, ხო? კი, ძალიან მნიშვნელოვანია ეს რასაც ამბობ. მაშინ უნდა დავდოთ, ხო, რომ აი აქეთ ჩემი ესე ვთქვათ 5 ლიტრიანი და ცხვარი და აქეთ დანარჩენი ოჯახის წევრები, ხო? და ზოგადად ჩემ პრიორიტეტები ცხოვრებაში. ისიც ხო არის, რომ ყველა ადამიანი ეგოისტი ვართ, ხო? მაგრამ მაშინ, როდესაც ჩვენ ეგოსზე ვადგამთ ნაბიჯს და ვიღაცას ვიყვარებთ, ხო? დიახ. აი იქ მაშინ იმის აზრიც უნდა გავითვალისწინოთ უკვე, ხო? ანუ თანაცხოვრება ისე ვერ ხდება, ხო? ანუ იქ ჩემ ეგოსაც ცოტათი ვთმობ, ხო? რა თქმა უნდა, ბალანსი, განვითარებული ადამიანის არჩევანი, დასრული ადამიანის არჩევანი ზუსტად ეგ არის. აი აქაც არ უნდა დაგვავიწყდეს ეს, ნახე? ძალიან ხშირად მაგალითად, ხო, როცა მოდიან
მაგალითად დედები ძირითად შემთხვევაში, თუმცა მამებიც ახლა არ მინდა დედები ისე გავანაწირო. რომ აი იმდენი დრო დავუთმე, რომ ჩემ თავს ვერ მივხედე, ხო? ანუ ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. არ არის სწორი დამოკიდებულება, იმიტომ რომ აქ შენი ეგოიზმი მუშაობს, რომ შენ იმას იმიტომ უთმობ დროს, რომ შენ რო რაღაც გაგიჭირდეს, ის იყოს კარგად და მოგიაროს. და მოდი იმაზე ვიფიქროთ, რომ მოდი მე მივხედო ჩემ თავს, ვიყო ჯანმრთელი, რომ არავის მოვლა საბოლოო ჯამში არ დამჭირდეს, ხო? კი, ეს არასწორი ფრენის ესენი ხო? მაშინ თვითფრენავში გადარჩენის წესებს როცა გასწავლია. პირველი შენ უნდა გაიკეთო ყვედი და ნიღაბი. შენ და ბავშვს მერე, იმიტომ რომ იმ ბავშვს არ ჭირდება ავადმყოფი დედა. აბსოლუტურად. არ ჭირდება ის რომ შეწირული დედაც არ ჭირდება. ხო, ბავშვობიდან დამნაშავედ იგრძნოს თავი. რომ და მოვალეთ. დედა მუდმივად ეუბნება, რომ აი შენს გამო მე ეს ვერ, შენს გამო მე ეს და ის უკვე დამნაშავე იზრდება, ანუ დანაშაულის შეგრძნებით იზრდება, ისე რომ შესაძლებელია იმდენი კომპლექსი გაჩნდეს, რომ თავისმა მენტალურმა ჯანმრთელობამ მერე მთელი ფიზიოლოგია არიოს საბოლოო ჯამში. აბსოლუტურად, იმიტომ რომ რეალურად ამ მიდგომებით, რომ დათურ სამსახურს უწევთ ჩვენ შვილებს და რამის შაისაც ურევთ შაქარს და ისე ვასმევთ და კარაქიან პურსზე თავს გადაუსმევთ, რომ კარგად ჭამოს და ამით შვიდად ვართ, რომ საბოლოო ჯამში ეს ადამიანებიც თავის დროზე ზრდასრულები ვერ ხდებიან და ხანგრძლივდება მათი ზრდასრულობის ფაზა, ხო? და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის და ზუსტად ეგ არის, რომ ჯანსაღი საზოგადოების მთავარი წესია ალბათ ის, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, რომ რეალურად ადამიანებმა უნდა ვიფიქროთ როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ ჯანმრთელობას და ერთი მეორის გარეშე არის წარმოუდგენელი. ხო, ანუ არ უნდა აგვერიოს ხოლმე, ძალიან ხშირად ერევათ ხოლმე რა, აი თავისუფლება მიშვებაში ეს ორი აბსოლუტურად სხვადასხვა რაღაცა არის, ხო? ანუ იმ თავისუფლებასაც თავისი ჩარჩოები აქვს, ხო? ანუ ის ვერ გავა იმის იქეთ, ხო? და აი ამ თავისუფლებას იმდენად ვუზღუდავთ, რომ ვერ ტყდება ეს ჩარჩო ისე რომ პროცესი არა დასწავლილი ამ ბავშვსაც და ზოგადადაც აი თავისუფლების აღქმაც როგორია, ხო, ჩვენს კულტურაში ძალიან სწორად აღნიშნე. თავისუფლება რა არის, როცა მანკიერი სურვილების მართვა შემიძლია, მოდი ესე ვთქვა, თუნდაც კვების თვალსაზრისით, ხო? რომ მე ვიცი, რომ რა არის ჩემთვის კარგი და რა არის ცუდი. ყველაფერს ჭირდება განათლება, ყველაფერს ჭირდება ცნობიერების ჩადება იმ კვებაშიც თუნდაც, რომ რა არის ჩემთვის კარგი და რა არის ჩემთვის ცუდი და მე უკვე ჩვენ ვლინდები ჩვენი არჩევანით და მე რა არჩევანი გავაკეთე დღეს, ხვალ ზუსტად ისე გამოვიყურები. მოდი ესე ვთქვათ რა, არსებობს სოციუმი, რომელსაც აქვს თავისი წესები და შენ თუ გინდა ამ წესებით ცხოვრება, ხო? ეს შენი არჩევანია და იმ წესებში შენ უნდა მოიპოვო თავისუფლება. მაგრამ იმ სოციუმში თავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ თუ ყველა ტანსაცმლით დადის, შენ გაიხადო და ტანსაცმლის გარეშე იარ. ეს არ არის არსებობს კონკრეტული წესები, რომელსაც ჩვენ სოციალური არსებები ვართ და უნდა მოვერგოთ. იმ სოციუმს არ ემხრობი და გინდა მეტი თავისუფლება, მაშინ შენი უნდა ჩამოაყალიბო და მეტი პასუხისმგებლობით თან. რომ ის იყოს ჯანსაღი და საინტერესო და მისაბაძი, ავთენტურად მისაბაძი და არა რაღაც ცოტა არაადეკვატური, ხო? აბსოლუტურად გეთანხმები და ასევე აი წეგან შენ საუბრობდი და ამაზეც მინდა ფსიქოლოგიური კუთხით გავაკეთო აქცენტი, სიამოვნებები. სამწუხაროდ მე თვითონ პრაქტიკაში რა დაკვირვებაც მქონია, თითქოს კვება არის ყველაზე მარტივი სიამოვნება ადამიანებში, რითაც შეუძლია რა შეიძლება მოიპოვო მარტივად და შესაბამისად თერაპიულ პროცესში სულ ვამბობ ხოლმე და ვამუშავებ ამაზე. აი მოდი აბა კვების გარდა დაფიქრდი რა სიამოვნებები, მათ შორის ჯანსაღი პირველ რიგში ჯანსაღი სიამოვნებებზე მაქვს საუბარი, შეიძლება მოიპოვო შენი ცხოვრების ასპარეზზე. იმიტომ რომ შენ როგორც საუბრობ, აი ჩემი სიამოვნება, აი კვება რო არ იყოს დაუშვათ რა, ხო, აი კვებითი აშლილობების პრობლემა ვისაც აქ რა იქნებოდა საბოლოო ჯამში. შესაბამისად ამაზე რომ ფიქრობენ ხოლმე, ხო იცი, აი ჰობი თუ გაქვს ვეკითხები რაიმე, რითაც სიამოვნებას იღებ, იმიტომ რომ ჰობი ხო ისეთი ფაქტორია, რითაც მე რაღაცნაირად ვიმუხტები პოზიტიური ენერგიით. შესაბამისად აი ეს კვების სიამოვნებები არის ხშირ შემთხვევაში სუბლიმაცია შინაგანი დანაკლისების და ეგეც ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტია, რომ
პირველ რიგში აი ვიზუალურად რო ეტყობა და უკვე პიკზე არიან ადამიანები, როგორც წეღანაც აღნიშნე, ხაც გავიმეორებ, მაშინ იწყებენ ფიზიკური პრობლემებიდან იწყებენ აქ ჩაღრმავებებს და მივდივართ ისევ ფიზიკურ ჯანმრთელობასთან, აი ამ ინტელექტუალურ კვებით რაღაცა დასწავლილ ჩვევებთან და ისევე მენტალურ ჯანმრთელობაში ვუღრმავდები და ეს არის რაღაცა თანხვედრითი პროცესია რა. ყველაზე იმაზე მეტი ესე ვთქვათ ენდორფინიც, სეროტონინიც ამ შემთხვევაში და როგორც ესე ვთქვათ გამომუშავების ხარისხი ამ ბედნიერების ჰორმონი, ისე მისი ხანგრძლივი ეფექტი ორგანიზმზე, ხო? არაფერს არ აქვს იმაზე მეტად, ვიდრე ფიზიკური აქტივობა. ხო, აი ესე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ხო, ანუ ყველაზე ხანგრძლივი და ხარისხიანი გამომუშავება ამ ენდორფინების აქვს ფიზიკურ აქტივობას, სადაც ღებულობ ბედნიერებას. ჯანსაღადთან, ხო? და ეს გარდა იმისა, რომ ანუ იმ პერიოდში ხანგრძლივ ბედნიერებას განიჭებს, სტაბილურს არის შორეული პერსპექტივა უკვე შენი ჯანმრთელობისთან. ანუ შორეულ დადებით ეფექტებსაც გაძლევს. ხო, ფაქტობრივად შენს სხეულსაც და გონებასაც ამით რაღაცა ფორმირებას ესეც არ უნდა გადავიდეს რაღაცა ზედმეტში, ხო? ანუ ზომიერების ფარგლებში უნდა მოხდეს ესეც. მნიშვნელოვანი არის. გარდა ამისა, შემდგომში ნახე ამ ენდორფინების და სეროტონინის, დოფამინის ბევრი მოკლედ პროცესი მიმდინარეობს ამ ფიზიკური აქტივობის დროს. ხდება ნერვული იმპულსების ამპლიტუდის ისეთი დალაგება, რომ ეს მაგალითად ხელს უწყობს საბოლოო ჯამში ძილის რეჟიმის მოწესრიგებას. არ არის მშფოთვარე, ეს ამპლიტუდა იმპულსები არ დადის ეს თავის ნებაზე, ხო? რამაც შეიძლება მშფოთვარე ძილი გამოიწვიოს. მშფოთვარე ძილი უხარისხო ძილი არის, თუ უხარისხოა ძილი, დილით უკვე გამოფხიზლება გვიჭირს, ხო? ანუ რესტარტი, რეგენერაცია უნარს არ აქვს. ანუ თუ ამ ფიზიკური აქტივობის ფონზე ჩვენ ვღებულობთ ხანგრძლივ ბედნიერებას, რომელიც საბოლოო ჯამში გვანიჭებს შემდგომში სრულფასოვან ძილს, სრულფასოვანი ძილის დროს გამომუშავდება ძალიან ბევრი ჩვენთვის დადებითი ნივთიერება, მათ შორის ბაზალური ინსულინი, მათ შორის აკატეგ, ანუ კორტიზოლის მაგალითად დილის საათებში იმისათვის, რომ ადგომაზე, ანუ გაღვიძებას, ანუ ხო, ანუ ჯანსაღად გავიღვიძოთ. ხო, ძინავს და აი ნებისმიერი შენი გაღვიძება არ არის სტრესთან დაკავშირებული. ხო, არ არის სტრესთან დაკავშირებული, ხო? იმიტომ რომ აი ახელ თვალს და კი ბატონო, ხო ქონია შეგრძნებები სტრესული და კი, ამიტომ ეს კორტიზოლი დილის 6 საათზე გამომუშავდება იქ, პროლაქტინი გამომუშავდება, ხო, რომელიც აკეთებს იმას, რომ შენ მთელი დღის განმავლობაში შემდგომში იყო ისე გუნება განწყობით, პროდუქტიული, ენერგიული, არ კონდეს რაღაცა მოდუნება, დეპრესიულობისკენ მიდრეკილება და ასე შეცხოვრო. ჯანსაღად იცხოვრო რა. მე ეს გაძლევს თან იმის საშუალებას, რომ რადგან სრულფასოვნად გეძინა, ხო? იქ მელატონინი გამომუშავდა, ხო? მაგალითად ძილის ჰორმონი იგივე ძილის პროცესში, რომელსაც არამხოლოდ ძილის პროცესში აქვს, ესე ვთქვათ, მონაწილეობა მისი არამხოლოდ ძილის პროცესში არის მნიშვნელოვანი, არამედ აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება ჩვენს უჯრედებზე, ანუ რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენს უჯრედებს იცავს მავნე ნივთიერებების ზემოქმედებისგან. შესაბამისად, ანთების საწინააღმდეგო ეფექტიც აქვს, ხო? და ამ ძილის პროცესში რაღაცები ლაგდება ისე იმ დღეს მიღებული, რომ საბოლოო ჯამში, როცა გავიღვიძებთ, ჩვენი იმუნური სისტემაც იყოს მოწესრიგებული, რომელიც ასევე ძალიან პირდაპირ კავშირში არის მიკროფლორასთან. ხო და იმუნური სისტემა თუ არ არის ისე მოწესრიგებული, ხო? ხშირი ავადობა, მენტალური პრობლემების გაჩენა. მოკლედ ერთი მეორესთან არის გადაჯაჭვული. ძალიან დიდი პათოლოგიური ჯაჭვი არის და ერთის გამოსწორებით ეს დომინოს პრინციპი არის მერე, ხო? ჩვენ შეგვიძლია
მერე უკვე ბევრი დავალაგოთ, ხო? კი, აი ეხლა გისმენ და მოკლედ კიდევ ერთხელ წმუნდები ადამიანის რაღაცა ამ ბალანსში, რამდენად მნიშვნელოვანია. მე სულ ვამბობ ხოლმე ტრეინინგებზეც, რომ ესე იგი, როცა ადამიანი კორტიზოლზე ზის, თუნდაც ვორკოჰოლიკია და ძალიან ბევრს მუშაობს და აი ეს სტრესი აქვს მუდმივი, ამით საკუთარი ფიზიოლოგიით იხდის სახდელს და კომპანია ბიულეტენით იხდის ამ სახდელს და საბოლოო ჯამში ხა კიდე რა პარალელებიც კიდე უფრო მკაფიოდ გავავლე შენი საუბრის მერე ესე კონკრეტულად არის ის, რომ ფსიქოლოგიაში გვაქვს ესეთი ემოციური ინტელექტის კუთხით, ხო, ემოციების გააზრება, აღქმა, გაცნობიერება და მონელება. და ყველაფერ ამ ფრაზებთან რეალურად აი ეს ფიზიოლოგიური პროცესი არის და უნიკალური არსება ადამიანი ზოგადად ამ კუთხით და აი ეს ორი პოლარობაც, რაზეც ახლა ჩვენ საუბრობთ, ხო, მენტალური ჯანმრთელობა და ფიზიოლოგიური ჯანმრთელობა ერთმანეთის გარეშე აბსოლუტურად წარმოუდგენელია. ამიტომ აი მე სულ ვეუბნები ხოლმე ადამიანებს პროცესში, თერაპიულ პროცესში იქნება თუ არ ვიცი ტრეინინგს ვატარებ, სულ ერთია ეს კიდაც იყოს ბიზნეს მიმართულებით, კიდაც ინდივიდუალური მიმართულებით, რომ ჩვენ ადამიანები 21 საუკუნეში მით უმეტეს, სადაც ამდენი შესაძლებლობებია ინფორმაციის მიღების, ხო, თუნდაც აი დღევანდელი შენი საუბარი, ბევრი რაღაცა ინტერნეტში მოსაძიებელი ინფორმაცია, ჩვენ შეგვიძლია რომ ვიყოთ ჯანმრთელები, შევქმნა ძალიან მნიშვნელოვანი და რაღაცა კარგი საკუთარი თავისგან უკეთესი ვერსია და ამ პროცესში მნიშვნელოვანია ძალიან ვიზრუნოთ ჩვენს ჯანმრთელობაზე, როგორც პიროვნულზე, ისე მენტალურზე და სულ ვამბობ ხოლმე რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვა რაში მოიაზრება, რა სჭამ, წყალს როგორ იღებ, როგორ გძინავს, ხო, აი რაზეც საუბრობდი. ასევე განავითარო გონება და ტვინი, ანუ კარიერული კუთხით, პირადი ცხოვრება, ჰობი გქონდეს და დაისვენო კიდე, აი ეს ყველა კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვობიდან იყო შეადებული რა. ეხლა აი სულ ბავშვები როცა მოყავთ ხოლმე, ხო, ბავშვებს ვეუბნები უბრალოდ აი სახში შენია ყველაფერი რაც სახში გააქვს ხო და კი ის არის დედიკო მიყიდა ეს მამიკო მიყიდა იქ მაცივარში ბებიამ მოიტანა ეს ну რატოა მაშინ შენი თუ შენ არ გიყიდია შენ არ მოგიპოვებია ხო ანუ ასწავლიან ბავშვობიდან იმას რომ ანუ რაღაცებზე შრომა სულ არ არის საჭირო, მაგრამ სინამდვილეში შრომა ყველაფრისთვის საჭირო არის, ხო? და ბავშვობიდან, ანუ მე იმას კი არ ვეუბნები მშობლებს, რომ ნახეთ, რო უყიდით მეორე შარვალს, რომელიც მას უნდა, ხო? მან უნდა იცოდეს, რომ ესე კი არ მოდის, უნდა დაიმსახუროს, ამისთვის უნდა იშრომოს. მაგრამ ბავშვმა კი არ უნდა იშრომოს, თქვათ, ქუჩაში გაუშვა და ან სადმე ამუშაო. ანუ საკუთარ თავზე უნდა იშრომოს. ანუ საკუთარ თავზე უნდა იმუშაოს, რომ შემდგომში უკვე აი ეს ქცევები კონდეს ჩამოყალიბებული, ხო? რა არის საკუთარ თავზე მუშაობა? დილით ადგა, თავისი საწოლი გაასწორა, ჰიგიენა დაიცვა, გამოვიდა, ისაუსმა, ჩანთა გადაიკიდა, წავიდა. და მოусმინა მასწავლებელს. მასწავლებელთან რაც ხდება სკოლაში იქ სკოლაში აფასებს იმას, ამაში მშობლები არ ერევა. ამიტომ მოვედი 10-იანი მოვიტანე და 10 ლარი მომეცი, ეს გამორიცხული საკითხი არის, იმიტომ რომ იმან რო 10-იანი მიიღო, აბსოლუტურად კეთილმა. всё, იმან იმ შრომაში თავისი ანაზღაურება მიიღო. იმას დამატებითი ანაზღაურება აღარ ჭირდება. და აღარ ჭირდება დათური სამსახური და განებირება, იმიტომ რომ ეს ნეირონული დაბლობები ხო ბავშვობიდან ვლინდება და ლაგდება და თუ მე ამას არ ვალაგებ, მე გამოდის რომ ბავშვი ხდება ცოტა მოდი წყალებში თქვა გაზულუქებული, ხო? მოვიდა სკოლიდან, ამოალაგა ჩანთა, მოწესრიგ და კი ბატონო თუ უნდა დაისვენა, ან ისადილა და მერე დაისვენა, ისწავლა ჩაალაგა ჩანთა მეორე დღისთვის და დასრულდა მისი სამუშაო. აი თუ ეს სამუშაო შეასრულა, ხო, ისევე როგორც ჩვენ სამსახურში გვაქვს გარკვეული ვალდებულებები და ამის გამო ვიღებთ ანაზღაურებას თუ ამ სამუშაოს შევასრულებ, მასაც უკვე ეკუთვნის რა, ხო? ეკუთვნის ამ შემთხვევაში ვერ გავექცევით ვერსად და სჯობს რომ სრულად აკრძალვას ზომიერად გაჯეტი, ხო? ეს იქნება პლანშეტი თუ ტელეფონი. თქვათ, ეს კარგად შეასრულა დღეს 40 წუთი ეკუთვნის ტელეფონი. ხვალ თუ კარგად შეასრულა, კი ბატონო, უნდა
კედი მეორე, ვუყიდოთ კედი მეორე. კი ბატონო. და ანუ აი ყველა დაიმსახუროს ჯანსაღად ის, რასაც მიიღებს და ამისი შეგრძნება ქონდეს. თუ ამას არ გააკეთებს, ამ შემთხვევაში მას არ ექნება არაფერი, მაგრამ საბოლოო ჯამში როცა გაიზრდება, მიხვდება, რომ ამ შრომაში გარდა იმისა, რომ გამოიმუშავა გარკვეული ქცევები, ხო, იმუშავა იმაზე, რომ ჩამოყალიბებულიყო პიროვნებად და იმუშავა იმაზე, რომ უკვე ზრდასრულ ასაკში ჯანმრთელობის და მენტალობის პრობლემები არ შექმნა და აბსოლუტურად გეთანხმები და ეხლა შენ საუბრობ, ეს არის იდეალური ფორმულა ჩემი აზრით, თუმცა ეს იწყება მშობლების მიდგომებიდან და არია ხოლმე რომ აი რომ ვეუბნები ამას ახლა ბავშვებს ველაპარაკები, ჯერჯერობით ყოველთვის პაციენტთან მაგ რამდენი წლისაც არ უნდა იყოს კონტაქტი, იმიტომ რომ ის არის თავარი, ხო, პიროვნება. ხშირად არის ხოლმე, რომ აი მაგალითად ლიზა ქვია, ხო, ბავშვს და ვეკითხები, რომ ლიზა, რისთვის მოხვედი? და აქედან დაიწყება დედა, მამა, ბებია და თქვენი სახელი ის ჩამომithვლიან თავის სახელს. მეორდები ისე გიხარ. ლიზა. ანუ უნდა იცოდეს, რომ როცა მიუმართავ მას, ესე იგი მას ვესაუბრები, ხო? ხო, ეს პიროვნულობის ახმაც არ არის. თვითონაც აშავებენ აქ. მე როცა ვესაუბრობთ ამ საკითხებზე, აი გესმის იქედან ეძახიან, ხო? ლიზას ესმის, მაგრამ თქვენ რო ხართ აქ, თქვენ უნდა გესმოდეთ ეს, ხო? ანუ 8 წლის ბავშვს რატო უნდა ესმოდეს? ხადია. ხო? ანუ თქვენთვის ვლაპარაკობ ამას, რომ თქვენ უნდა გააკეთოთ ეს. ეგ არის, როლ მოდელს მშობელი აძლევს აბსოლუტურად და შენ რაც მოგაქვს, თუნდაც ყვებას რო შევეხოთ, ხო? რა ყვების რაციონითაც მშობელი იყვებება და რა პრიორიტეტებსაც მშობელი უსახავს, ბავშვიც უნდა თუ არ უნდა იმ პრიორიტეტზე გადადის მერე ბუნებრივია. მე აბსოლუტურად დროის ფაქტორი. და დღევანდელ რეალობაში მართლა ძალიან რთული არის რაღაცების გაკეთება. მაგრამ როდესაც ესე იგი გარკვეულ ვალდებულებას ვიღებთ, პასუხისმგებლობას უბრალოდ ჩვენს თავზე, რომ ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ ვთქვათ, სამყაროში შევქონათ რაღაც ღირებული და ეს არის შვილი. კი ბატონო, და ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას, რომ არც ერთი შვილი არ გთხოვს დედა მამა გამაჩინე. კი, ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ, რომ ჩვენ ისინი აღვზარდოთ ღირსეულ პიროვნებებად. ნამდვილად ისეთი ღირებულები, როგორებიც უნდა იყვნენ და ის რომ აი ფული გავატანე და ბუფეტში იყიდოს. კი, ზუსტად. ხო, ეს არ უნდა იყოს. ეს არ უნდა იყოს და იმის არჩევანის უნდა ასწავლო ალბათ ზუსტად იმ თუნდაც აი ჩასახვის მომენტიდან იწყება ჩემი აზრით ეს პროცესი და ბავშვის დაბადების მომენტიდან ის უკვე პიროვნებად უნდა აღიქვა და აი ასწავლო არჩევანი კარგსა და ცუდ შორის, მათ შორის პირველ რიგში საკვები, იმიტომ რომ საკვები ჩვენი გადამრჩენელია და ამ საკვებზე იმაზე მეტი ასე ვთქვათ სურვილი არ უნდა გაუჩინო შულს, ვიდრე ეს საჭირო არის და მეტად ბევრი სხვა ღირებულებები უნდა დაასწავლო. აი მაგალითად ძალიან ხშირად არის ხოლმე აი რაღაცაზე ვთქვათ, რაღაც fast food-ზე თუ რაღაცა და აი უყვარს და რა ვქნა, როგორ შეუყვარდა? ხო, ზუსტად. ანუ ეს ხო არ არის რაღაცა ემოციური ბრმა ადამიანებს შორის. ხო, რა თქმა უნდა, თან ეს ხო სოციალურ არსებებს შორის. ეს არ არის ვნება. ხო, ანუ ვნებაც ჩდება მხოლოდ გარკვეული მის მერე რასაც გასინჯავ. მოგეწოდება და არ გაქვს არჩევანის. საიდან შეუყვარდება? ვერ შეუყვარდება. ზუსტად, ეს წესები ძალიან მნიშვნელოვანი არის, როცა მშობელი ხარო, იმ 18 წლამდე ზუსტად ბავშვის ფსიქიკა რო არ არის ჯერ ჩამოყალიბებული, შენ რაღაცა წესები დაუწესო აუცილებლად და ამ წესების ფუნქციონირება და მისთვის დასწავლაც მოახდინო არა სტრესის საფუძველზე, არამედ ახსნის, მხარდაჭერის და გვერდში დგომის საფუძველზე და თუნდაც აი ეს გამოძახებითი საკვები ფაქტორები ძალიან ახუჭა. აი თვითონ იძახებს, ფული საიდან აქვს, მუშაობს. ეგ არჩევანია, ხა მაგაზე მე ყოველთვის ვეუბნები ხოლმე, რომ სანამ თვითონ აი ნამდვილ მუშაობას საკუთარ თავზე შრომას კი არა, აი მუშაობას ანაზღაურებით არ დაიწყებს, მანამდე მას ფული არ უნდა კონდეს და შენ უნდა უზრუნველყო ის საჭიროებები, რაც მას სჭირდება, მაგრამ რაც მას უნდა ფუფუნების საგანი რაც არის, არ არის საჭირო. იმაზე არ უნდა იშრომოს,
ან უნდა გამოიმუშაოს. კი, აბსოლუტურად გეთანხმები. ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს ფაქტობრივად, ესე იგი კიდევ უფრო სწორი კვების რეჟიმით გავაგრძელებ ალბათ დღევანდელი პოდკასტის შემდეგ, ასე ვთქვათ, კვებას იმ ხელ მოტივაცია მომეცი. იმედი მაქვს ერთნაბის თუ ვინმე გადადგამს ამ ხო და ჩვენი მსმენელებიც ესე იგი რაღაც ღირებული საქმე გავუკეთებია. კი, ნამდვილად. შენ თვითონ აი მაინტერესებს შენ რა რჩევას მისცემდი ადამიანებს, აი ამ ბალანსს რომ მიუბრუნდეთ, მენტალურსა და ფიზიკურ ბალანსს. ეს ბრძოლაა, ხო, ბრძოლაა რეალურად რა და ან ნახეთ აი ჩვენ რომ მოვინდომოთ მაგალითად რაღაც ხის დაფაზე ჩვენი დაჭერა ხო, ჩვენი ორგანიზმი, ჩვენი სხეულის ხო, იქაც გარკვეული ბრძოლა გვიწევს ხო, ანუ კუნთების დაჭერა და ესე არის რეალურად ბრძოლა ჩვენი მენტალობის და აი ამ ფიზიოლოგიის დაჭერის ბალანსის და ესე მუდმივად გრძელდება ჩვენს ორგანიზმში მანამ სანამ ჩვენ ვცხოვრობთ და ვცოცხლობთ. ვცოცხლობთ და ეს არის ჩვენი ასე ვთქვათ პიროვნულობის და ანუ თუ ეს ბრძოლა შეაჩერე ანუ ან ერთს მოაგებინე, ან მეორეს, ხო? ამ შემთხვევაში შენ წაგებული ხარ. როგორც ხო. ხო, ერთი. როგორც არჩევანის მიმღები ობიექტი. ანუ აი მუდმივად ბრძოლაში უნდა იყო. და მეც ეხა თავის დროზე ბევრი კილოგრამები მაქვს დაკლებული და შესაბამისად, როცა წონას ეხება გარკვეული საკითხები, მორალურად უფრო ესეთი გამართლებულად და ძლიერად ვესაუბრები ხოლმე პაციენტს, იმიტომ რომ ვეუბნები, რომ იმათმა ვინც შეძლეს და ვინც აკეთებს ამას, ხო? ან თუნდაც მე ოლიმპოს მთაზე არ დავბადებული ვარ, დავბადე მეც აქ, ამ სამყაროში, მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და არ არსებობს ადამიანები იბადებოდნენ უკვე, ვთქვათ, რაღაცა არარსებული ენერგიებით თუ ძალებით. იმ ძალებს და ენერგიებსაც ისინი იღებენ, სწავლობენ და ქმნიან. არჩევანის საშუალებით. ამიტომ და საკუთარ თავზე გამარჯვების. კი, შენ უნდა გადადგა ეს ნაბიჯი, ანუ შენ ხარ მთავარი და შენ უნდა გააკეთო ეს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის პირველი, რომ შევიყვაროთ საკუთარი თავი. აუცილებლად. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თუ ჯანსაღად წინ, ხო, ვინმეს ვაყენებთ, ხო, ეს არის სრული სიცრუე, იმიტომ რომ წარმოუდგენელი არის. ესეც რაღაცის გადაფარვისთვის გჭირდება. რა თქმა უნდა, აბა, შენ თუ ამბობ, რომ აი ჩემს თავზე მეტად მიყვარს თუ რაღაცა, ხო? შენ თუ არ გიყვარს შენი თავი და სიყვარულში გამოიხატება რა უვლის შენს თავს. შენს თავს, ანუ არა მარტო მენტალურად, არამედ ნახე ორგანიზმსაც. აი ვეუბნები ხოლმე, რომ აი ძირთადად უფრო ხანდაზმულებს 60-70 წლის ადამიანები რომ მოდიან, რომ აი იგივე ჭამასთან დაკავშირებით რა პრობლემებით, რომ აი 70 წელი, ნახე, აი ხო გემსახურა. სხეული. ისე როგორც შენ გინდოდა, ხო? ანუ შენი ყველაფერი გაატარა. ზუსტად. მოდი ეხა, ნუ 70 არა რეალური იქნება, მაგრამ 20-30 წელი შენც მოусმინე და გაუკეთე ის, რაც მას ესიამოვნება. კი, ზუსტად. ანუ აი ეს სიმბიოზი, ანუ ეს თანაცხოვრება თუ არ ვისწავლეთ ჩვენ, ანუ ჩვენმა ორგანიზმმა, ჩვენს ფსიქიკასთან და პირიქით, აი ეს არის ბალანსი. ისე უბრალოდ ვერ მოხდება რა ჩვენი ჯანმრთელობა და ჩვენი ცხოვრება. და მნიშვნელოვანი არის, მოკლედ, აი ესე რომ შევიყვაროთ საკუთარი თავი იმდენად, რომ მას ვუსმინოთ, შეგვეძლოს მასთან საუბარი, რაც მნიშვნელოვანი არის, სხვადასხვა თემებზე, სხვადასხვა საკითხებზე და მხოლოდ აი ამით დავანახებთ მერე სხვა ადამიანებს, თუ როგორ დიდ პატივს ვცემთ მათ და როგორ გვიყვარს ისინი.
ჩვენ ახლობლებს მაგ რა თქმა უნდა საუბარი. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. მეც რომ ასე ვთქვათ, შევაჯამა ჩვენი საუბარი, ძალიან საინტერესო იყო შენთან ეს საუბარი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ, კაფიოდ დავრწმუნდი და დარწმუნდებიან ჩვენი მსმენელებიც, რომ აი ეს ჰომეოსტაზი ხო, რაზეც ფსიქოლოგიაშიც ვსაუბრობთ, მედიცინაშიც თანხვედრი რაღაცნაირი პროცესია, მენტალურ ჯანმრთელობასთან, ფიზიკურ ჯანმრთელობასთან და თუ რომელიმე აი ვერ გამოყოფ ესე რომ მოდი მენტალობას მივხედო ან რაღაცა ფიზიკურ ჯანმრთელობას მივხედო თუ ორივეზე არის ზრუნე ერთი მეორესთან არის ძალიან მყარ კავშირში მაშინ ჩვენ ვერ ვიქნებით ჯანმრთელები ჯანსაღები და აი ვერ ვიცხოვრებთ იმ სავსე ცხოვრებით იმ ჯანსაღი ცხოვრებით და რაც მთავარია ვერ მოუგებთ ჩვენში არსებულ იმ დემონებს და აი ეს ბრძოლა არის ყოველდღიური პროცესი რითაც ჩვენ ვიცვთნები და საინტერესოც იმიტომ რომ ჩვენი მნიშვნელოვნებაც და ჩვენი რაღაცა პიროვნული ხარისხიც ხომ ამით იზომება დღეს სად ვარ და ხვალ სად ვიქნები და რას გავაკეთებ და როგორი მაგალითი ვიქნები საზოგადოებისთვის პირველ რიგში ჩემი თავისთვის და მე ავთენტურად როგორ გავლენას მოვახდენ იმ გარემოზე რაშიც მე ვარ და შესაბამისად ეს ამ არჩევანს თუ გავაკეთებთ მგონია რომ ყველაფერი კარგად იქნება მეც ეს მგონია დიდი მადლობა ლაშა ძალიან საინტერესო საუბრისთვის და ტრანსფორმაციის ზონაში ჩვენი სტუმარი იყო ლაშა უჩავა თუ მოგეწონათ ეს პოდკასტი გაგვიხარდება თუ გადააზიარებთ მადლობა ამ ნოტაზე დაგემშვიდობებით